მოგლეთ მეგობრებო, მოვედით ქიმწმინდაზე, როგორც იქნა გათავისუფლდა ადგილი და ჩავეწერეთ რიგში. ეხლა გავრეცხავთ კარგად, ლამაზად, მოკლედ კადრებსაც განახებთ და უკვე შემდეგ გადავალთ სალონის ქიმწმინდაზე, რასაც ჩემთან ერთად გააკეთებთ თქვენს ვიდეოს სახით. მოგლეთ ხედავთ, ნახეთ, დიდად დაბინძურებული არ არის, წყალი გადავავლე კონკრეტულად ამ საბურავს. ეხლა მივასხავთ ხსნარს. რასაც კი ხედავთ ეხლა რა მდგომარეობაც აქვს, ოდნავ სიშავეში მიაქვს უკვე ვერცხლისფერ დისკს. იმას მივასხავთ ესე ყველგან. ესე კარგად გავუჟღიმთ შიგნითაც. იმიტომ რომ ეს ჭუჭყის ამომყვანია, ძალიან კარგი. ძალიან ძლიერი თანაც. ესე კარგად გავუჟღიმთოთ. ამის შემდეგ 1-2 წუთი უნდა დაველოდოთ ამას. და ვიწყებთ უკვე ესეთ რაღაცას. ნუ ხელთათმარების გარეშე არ იმუშაოთ, იმიტომ რომ შეიძლება ხელები დაგწვათ. ნუ აქ არ ეტევო ეხლა ეს, მაგრამ ესეთ რაღაცებს რა. ხედავთ რომ ხელა ჭუჭყი გამოდის. სალიხებით გადაგება, სალიხებით მუშაობა ცოტა რთულია. ჩვენში დარჩეს. არა აი ნახეთ, მოკლედ ჭუჭი გამოიტანა. ეს უნდა გავაკეთოთ 4-ვე საბურავზე. უბრალოდ მე ერთს განახებთ, რომ მიხვდეთ რა უნდა გავაკეთო რა. გვაქვს პატარაც ესეთი, რომელიც ესეთ ადგილებში უნდა ქნათ, სადაც არ ეტევა ეს დიდი. ესეთი პატარა, აი მის დასამუშავებლად, აი მეების დასამუშავებლად, ესე. თან გადაღება, თან გაკეთება. მაგრამ რთული ყოფილა. ნუ მოკლედ ან ამას ეხა კუთხეები აქვს ისეთი, რომ აი მაგალითად აი კუთხეში შეიძლება ვერ მიუდგე იმ დიდით რა, ჭრილები აქვს. ამას ეხა ისეთი. ოხ, წავკეცი. რა. ამით ესე დავამუშავებ რა. აი ესე. არ ვიცი რამდენად კარგად ვიღებ, მაგრამ გახვედრებთ მაინც მინიმუმ რაც კეთდება ქიმწმინდაზე, როცა მანქანა მოყავთ. ნუ გარედან. აი შიგნით მე კიდე გადავალთ. მოიცა ის სად არის? აი ეს. აი მას უკვე ასე წავუსმევთ. ჭუჭყის დონეს ხედავთ ალბათ. ვახ, ჭიმპეძო გეცი. და ეს უნდა გავაკეთოთ ამავდროულად. აი აქ. აი ამ ადგილებში ვერ განახებთ, ეხლა როგორ განახოთ არ ვიცი. სადაც ტალახს იგროვებს. აი ნახეთ, როგორ ტალახი აქვს დაგროვებული ხა ამას. აი ხედავთ ალბათ. ჰა? მოდი გადაი რა. მოდი. აი ესე ჩანდეს. ახალი მენა შედის. აი ესე დავამუშავოთ შემოატრიალე. აი ესე დავამუშავოთ მეგობრებო. კი ხედავთ ჭუჭყს და იმას, აი ამ ადგილებში ჯერ კიდევ არის ჭუჭყი.
ამას უფრო მეტი დამუშავება ჭირდება, უბრალოდ ეხა ვიდეოს სახით პატარა იმას განახეთ რა და როგორ ხდება. ამას მე კერხერიც მოაშორებს. იმიტომ რომ უკვე ტალახი დამუშავებული იქნება, რომ მარტივად მოშორდეს. პეტლიც კი თვითონ და მაინტერესებს რამდენად მოგწონთ. და რამდენად კარგი არის ხმა რა. აბნო ახლა კარგი როა იმეც ვიცი, მაგრამ რამდენად კარგი არის, მაინტერესებს თქვენ. ამას ხშევეშვებით. წავალ სხვა საბურავს გავაკეთებთ. ჩეკა შემოადრიალე. წავალ სხვა საბურავს გავაკეთებთ. ნუ 4 საბურავი აქვს, 4-ს გავაკეთებთ. აწის 3-ს. და მე ვთქვი მანქანასაც გადავრეცხავთ და თან ჩამოვრეცხავთ ამ ყველაფერს. ეს იყო და ეს. მოგეთ ხედავთ მეგობრებო, როგორ გაასუნთავა ჩვენმა დამუშავებამ და ჩვენმა ხსნარმა და ზოგადად ყველაფერი რაც წეგან ნახეთ კადრში, რასაც ვაკეთებდი, ჩორკები, მეც რა ქვია, ფუნჯებით და რაღაცეებით. აი ნახეთ არკებშიც როგორი სისუფთავე არის. არაფერი ზედმეტ ტალახი და არაფერი აღარ არის შიგნით. ესე ხდება კინწმენდა. მოგეთ ხედავთ მდგომარეობას. ეხლა ეს ყველაფერი უნდა ამოვაშოროთ. და ამოვაპილასოს ჯერ პირველ რიგში. მოგეთ მეგობრებო, პოლირებას ვიტყვით საბარგულიდან რომ მარტივად მოუშოროთ რა, ერთი კუთხეა და მაგიტო. ხედავთ მდგომარეობას, ყველაფერი ამოყარე, რაღაცეები. მოგეთ ყველაფერი ამოყრილი მაქვს, ეხლა დავამუშავებ ყველაფერს, ამოვწმინდავ, ამოვაპილასოსებ და ეგ არის. ნახეთ როგორი გამოვიდა. როგორი ამოწკრიალებული არის. აი ეს ტალახი იყო საერთოდ, აი ნახეთ. როგორი ტალახი გაუშვა. რა ქვია იმას, აქედან გადის მოკლედ წყალი რა. რა გინასთან, რავი, რა ქვია, არ ვიცი მოკლედ და ამოვიღე, გაუშვი ყველაფერი, ეგენიც ამოვწმინდე თვითონ ის ადგილები. და რა ვიცი, ძალიან მაგარ მდგომარეობაში არის ეხლა, ძალიან მაგარ მდგომარეობამდე მივიყვანე. აი, ნახეთ. ნუ რაღაც კუთხეებში ვერ მიუდექი. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც კარგ მდგომარეობამდე მივიყვანეთ რა. დავიწყეთ უკანა საბარგული ჩიხოლის დაკიმწმენდება რა, აი ამ აპარატით. იქ მესხალაკი აი იმ ადგილზე და ნენელა ამოყავს რა იქიდან რა. შემთხვევით დამესხა და კაი თვეების ნადები არის ეხა ის და მაინც კარგად ამოიყვანა, დამიჭირდა და ნახერანაირი ჭუჭია. აი ნახეთ რა მდგომარეობა. გადმოვედით სალონზე, აქ იხედავთ. მოგეთ აი ლაქებს რასაც ხედავთ, აი ესეთი ლაქები უნდა ამოიყვანოთ ეხა აქედან. ჯერ დავაპილასოსებთ მთლიანად მანქანას და შემდეგ ამოყრით სავარძლებს და იმ წეგან რასაც წინა კადრში რასაც ხედავდით იმ აპარატით უნდა გავყვეთ ისევ რა. მოგეთ უნდა დაიშალოს ეხა აქაურობა მთლიანად. ვიღეთ უკანა სავარძელი, ნახეთ რა მდგომარეობა. საშინელება იმენა რაგვის ბუნკერი იყო, რა ვიცი. ეხა წავიდეთ განახოთ. და სავარძელი. ნახეთ როგორ მდგომარეობაშია, როგორ ლაქებია. ესენი არ ჩანდა საერთოდ. ამოვყარეთ მოგლეთ მეგობრებო, სავარძლები, ნახეთ. რა ჭირს იმენა. იქით დავიწყეთ გაკეთება, მაგრამ იმდენად დავიყალეთ, რომ თავი აღარ აგვაქვს და დღეს შევეშვებით და ხვალ გავაგრძელებთ ვიდეოს. მოგლეთ ამოვედით მეგობრებო. ამოვედი უბრალოდ. დღეს მარტო ვარ, ცოტა გამიჭირდება გადაღება, მაგრამ time lapse-ით იქნება რაღაცები განახოთ.
სკამი დაქიმწმენდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა გადავატაროთ, ყოველ შემთხვევაში დაზღვევისთვის ესე რა ვთქვათ. და აი ნოხებს იმენა ვერაფრით ვერ ამოვიყვანე ჭუჭი, აფერი აქვს უკვე შეცვლილი იმდენად მოუვლელ მდგომარეობაში იყო რა და ამათაც ყოველი შემთხვევაში კიდევ ერთს ვიზავ, გუშინ გავაკეთეთ ეს რა, უბრალოდ არ გადამიღია. კიდევ ერთხელ გადავატარებ ამასაც და იმასაც, რამდენად ამოა ჭუჭი არ ვიცი და სკამი ვერ ამოვიღეთ ვერანაირად. ძღოლის მხარეს. კი ხედავ გადაგდებულია. წინა ბოლტები მოეშვა, მაგრამ უკანები ვერა და ვერ მოვშვით, იმიტომ რომ რეზვა აქვს გაფუჭებული ბოლტებს და არ ეშვება და ხოლმე 1000 ამბები რა და შეიძლება ეს ვერ ამოვიღოთ და თვითონ აქვე დავაქიმწვენდებ ამას და ქვემოთ თუ რამეს შევუჩხიკინებ, კიდე რამეს ვიზავ რა. ნახოთ რა გამოვა საბოლოო ჯამში, იმედია კარგი იქნება რა ყველაფერი. საბარგული მორჩა მეგობრებო, საბარგული იმ დღესვე მორჩა, როცა დავიწყეთ უბრალოდ გაშრობას ველოდებოდით. აი ნახეთ საერთოდ სხვა ფერზე დადგა უბრალოდ აი ეგ ლაკი, რასაც ვიძახთი წინა კადრებში, რომ ლაკი დამესხა, მეთქი იმდენად კარგად არ ამოვიდა. რამდენადაც ჩვენ გვინდა და უბრალოდ ლაკს აქვს ოდნავ დამწვარი რა და მაგიტო ვერ ეგ ჭუჭყი ვერ ამოვიყვანეთ. დანარჩენი რავი აი ყველაფერი ძალიან კარგად ჩავალაგე უკვე რაღაცეები. ყველაფერი კარგად, აი ხა ჩავალაგდები ამ რაღაცეებს ჩავალაგებ და საბარგული მოვრჩით. всё, საბარგულთან არანაირი შეხება აღარ გვექნება აწი, იმიტომ რომ დასრულდა საბარგული ჩვენი ქიმწმენდის კუთხიდან ესე რომ ვთქვათ. ნახეთ მეგობრებო, რამდენი ჭუჭყი დაგროვდა აქედან ჯერ ეს კიდე არ დასრულებულა. ემას გადავატარე. იქით ნოხები მიდევს. აი რაღაც კი ხედავთ, კარგად არ ამოსულა რა, ბოლომდე იმენა ვერ ამოვიყვანე რა, ასხია ვერ გავიგე. კიდე უნდა გადავატარო ნოხებს, მაგრამ ეს უნდა მენახებინა რა, 1 3 4 წელი ესეთი ავოვსე უკვე. ეხლა საშინელება, რავი. რა მდგომარეობაში იყო ეს მანქანა ვერ გეტყვით, პროს რაღაცეები ჭირს, იმენა პროს არ ამოდის რა. აი შუაში ერთი ხუჯერ უკვე გადავატარე, დავჩვეთკე რაღაცეები ქვენ იმენ ხელებზეც კი შემეცვალა ფერი უკვე ჭუჭყიანი ვარ მთლიანად. პროსტა იმდენი ხნის გავუკეთე, ანუ იმდენად ჭუჭყში იყო და არავის რო არ გავუკეთებია რა. ეხლა 37 წლის ხდება ეს მანქანა წელს რა. იმდენად იყოფს ჭუჭყს და იმდენად თან ნაჭერი რო არის, მაინც ხო აი ნაჭერში ჯდება ეს ჭუჭყი რა ტყავთან შედარებით რა და ნაჭერი ყოველთვის ფული მოისარეს გამოსავლელი რა. და არ ვიცი რა, კიდე ვერ ამოვიყვანე ჯერ ბოლომდე რა მოკლედ. და ყველას გირჩევთ რა მოუვარეთ თქვენს მანქანებს, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში თქვენ უნდა გსიამოვნებდეთ მანქანა ჩერჩერდებით და დანარჩენ სხვას მერე რა. ვalla ეხა მაგას შალიჩოვ მე просто ბოლოში ვერ გავედი. 3 დღეა ვაკეთებ, 4 დღეა თუ რავი, ამდენიც არის ვაკეთებ და იმენა ვერა და ვერ რა. დავიღალე წელი მკივა ახარ შემილია. ცუდად ავარჩები გაი. რატომ მოვედით სალონზეც? სკამი მაინც ვერ ამოვიღეთ სკამს, მე საბოლოოდ მოვიტოვებთ ამ სკამს. დავიწყეთ ტორნადორი დგას უთავება. ნახეთ როგორი გაზიპინებულია, სიმონ როგორ ბზინავს. ყველაფერი აი ეგ იმენა ჭუჭყი გამოვიდა აქედან არ ვიცი რა და კიდე ერთი უნდა გადავატაროთ საბოლოო ჭუჭყის ამოსაღებად რა. და ეხლა მე დავიწყებ ამის გაკეთებას. ირაკლი გვეხმარება ამის გაკეთებაში, რო დრო არ დავკარგოთ და მალე მოვუშოროთ. მე ამას მოვუშორებ ეხლა უცბად. ნახევარი საქმე ქვენით. სალონშიც აი გავწმინდეთ აქ რაღაცეები. აქ ცოტა ამოვიდა ჭუჭყი, წინა ვიდეო კადრებში თუ კარგად გასწავთ აი რახით აი კიდე არის ცოტა დარჩენილი, მაგრამ იმას მაინც ჯობია რაც იყო რა. დიდი ალბათობით რომ მიგახვედროთ რაზე ვლაპარაკობ, ჩავსავ კადრებს წინა კადრებიდან და მიხვდებით აი ამას და იმას შორის განსხვავებას რაც იყო. უბრალოდ ეხლა უნდა შევეშვათ. ღამის პირველი საათი დაიწყო უკვე და სრულდება უკვე ღამის პირველი და დავიღალეთ. აღარ შეგვიძლია. სავარძლები მორჩენილია ესეც, ისიც უბრალოდ გაშრობა უნდა. და წავედით და ხვალე გავაგრძელოთ კიდე რა. ხვალ უკვე საბოლოოდ მორჩება და საბოლოო შედეგსაც განახებთ მთლიანი მანქანისას. მორჩით მეგობრებო ქიმწმენდას. საბოლოოდ ყველაფერი იდეალურად ვერ ამოვიდა, ანუ იმ მდგომარეობამდე ვერ მივიყვანე როგორშიც მე მინდოდა ყოფილიყო, იმიტომ რომ აი რაღაც აი მოყავის ჭუჭყი მაინც დაიტოვა რა, ფერზე დაიტოვა რა, ანუ აღარ ამოდის, ფერი აქვს უკვე შეცვლილი რა. ამარეულობას ეხლა მივალაგებთ ყველაფერს. ის კამი არ გაგვიკეთებია, იმიტომ რომ
მანქანა მჭირდება და ეხლა ის რო გავაკეთო მინიმუმ 1-2 დღე უნდა ველოდო იმის გაშრობას და ვერ დავждები მანქანაში. ამიტომ ამ სკამს შემდეგისთვის დავიტოვებ, ერთ დღეს გამოვუნახავ ამას, რომ გაჩერება მომიწევს რა, იმიტომ რომ ის რო დასვოლდება, როგორც წეგან თქვი, ვეღარ დავждები და მოგეთ ყველაფერი მორჩენილია. მთლიანი სალონი გაკეთებულია, აი ეს კამებიც უკვე მშრალია, იქით რაღაცები მიყრია. ჩავლაგდები ახლა ყველაფერს დავალაგებ თავის ადგილზე, ავაწყობ. ტყავზე გადავუსმევთ, ტყავის დამცავს, დამარბილებელს, ფერის მიმცემს. როგორც აპიუკებზე, ასევე ტორპედოზე, სადაც ტყავი გვხვდება და ეგ არის რა, გავვალთ აქედან რა. გარეთ თოვლია, მეგობრებო, მოთოვლა. და კიდევ ვისთან მოთოვლა დაწერეთ. ეხლა ჩავლაგდებით, ამ ყველაფერს მივალაგებთ აქ რო კოხტეთ, კოპწიად გავიდეთ აქედან. აქედან გასვლის შემდეგ დიდი ალბათობით უკვე მერვე ვიდეოც, ეს არის მე-7 ვიდეო, რას დაიდება, დღეს 11 თებერვალია. დღეს რა დაიდება ეს ვიდეო და ელოდეთ მერვე ვიდეო სამანქანის ტესტ დრაივს ვფიქრობ რომ გადავიღო რა. თან კარგი ამინდია გარეთ, თოვლიანი არის როგორც წეგან ნახეთ და ლამაზი კადრები გამოვა რა. გადავიღებთ, აგიხსნით რაღაცებს, რაც ვიცი, რაც გამიგონია, რაც წამიკითხავს, რაც მომიძიებია ამ მანქანაზე ინფორმაცია. თქვენ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გადაუზიარეთ მეგობრებს, რომ ყველა ნახოს, რომ აი რაღაცა ძველ 124-ზე ვიღაც ერთი ბიჭი ადგას და რაღაცებს აკეთებს რა, მოკლედ რო ავხსნა. და გემშვიდობებით ახლა აქედან და აქედან უკვე გადავინაცვლებთ ტესტ დრაივის ვიდეოზე. პირდაპირ აი დღესვე აქედან გავალთ და გადავიღებთ. უბრალოდ ეს ვიდეო ძალიან დიდი არ მინდა რომ გამოვიდეს და მაგიტომ ტესტ დრაივის ვიდეოს ცალკე დავდებ, თან რაღაცეებს რო აგიხსნით, ახლა უკვე ძალიან ბევრი დრო დაჭირდება მაგას რა და უბრალოდ არხი წამოიწია, უკვე ნენელა უკვე იწყებს აქტივს. და უბრალოდ ეს აქტივი რო არ დავკარგოთ, მეგობრებო, როგორც წეგან თქვი, 124-ზე რაღაც ინფორმაციებზე, რაღაცები შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, ან მე არ ვიცოდე და ვთქვათ, ეს ერთმანეთში აზრი გავცვალოთ რა და გემშვიდობებით ქიმწვენდის ვიდეოდან, ანუ მე-7 ვიდეოდან. თან ეს არის შეპირებული მე-7 ვიდეო. მე-6-ე რო დავდე, იქ თქვი რომ პირობას ვდევთქო, რომ შემდეგი უეჭველი ქიმწვენდა იქნება თქო და ზუსტად ეგრე ავასრულე ჩემი სიტყვა რა და დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. კომენტარებით ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მეხმიანება ხოლმე კომენტარებში და ძალიან ბევრი კარგ რჩევას ვიღებ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის რა. ეხლა მივლაგდები და აბა კარგად იყავით მეგობრებო.